ბავშვთა სექსუალური შევიწროება სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, თუმცა მასთან ბრძოლაც გართულდა, რადგან ამ კრიმინალურ ქმედებას ძირითადად ინტერნეტში სჩადიან. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციის შესწორება მიმდინარეობს, რათა კრიმინალად შეფასდეს ბავშვის სექსუალური შევიწროების ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. თუმცა პროგრესი ნელა მიდის და გარკვეული სირთულეებიც ახლავს თან. სწორედ ამ საკითხებს შევეხებით დღევანდელ ეპიზოდში. არსებული სტატისტიკით 5-დან 1 ბავშვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლია როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სივრცეში. ამ დანაშაულთან განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირის სახელმძღვანელო წესების 2 პაკეტს ამზადებს. პირველი პაკეტის სახელწოდებით ბავშვთა სექსუალური შევიწროების დირექტივის მიხედვით ონლაინ სივრცეში ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს შემდეგი ქმედებები: სექსუალური შევიწროების პირდაპირი ტრანსლაცია და პედოფილური მასალების გაზიარება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებისა. მეორე კრებული სახელწოდებით ბავშვის სექსუალური შევიწროების მასალის რეგულაცია ვალდებულებებს უწესებს ონლაინ მომსახურების მქონე კომპანიებს, განსაკუთრებით სასაუბრო და მიმოწერის სერვისის მქონე პლატფორმებს, რომლებზეც ყველაზე ხშირად ხდება თავდასხმა. 2024 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და ინტერნეტში ბავშვის სექსუალურ შევიწროებას კრიმინალის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა ვერ შეთანხმდეთ, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ინტერნეტ სივრცეში გამოსახულების გაზიარება, რადგან არსებობს პერსონალური მონაცემების ხელყოფის საფრთხე. ჩვენ ევროპელებს ვკითხეთ, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე. იმის მიხედვით, რაც გამიგონია და წამიკითხავს, ინტერნეტში ასეთი დანაშაულის ჩადენის დიდი შესაძლებლობებია. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ კანონმდებლობა გამგაცრდეს. ჩემი აზრით, რადგან მე არ მივეკუთვნები იმ ჯგუფს, რომელიც საფრთხეს ქმნის და საშიშია, უსამართლობა იქნება თუ კი ვინმე ჩემს პირად მონაცემებში შევა. როდესაც საქმე ბავშვის კეთილდღეობას ეხება, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამარტივებაზე, ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსენებული სოციალური არხების ძებნა. რომან არმანგო ამ საკანონმდებლო პროცესს ევრონიუსისთვის აშუქებს. ევროკავშირს სურს, რომ ონლაინ პროვაიდერებმა წამყვანი როლი იკისრონ ბავშვთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაინც რას ითხოვს ინიცირებული რეგულაცია ამ კომპანიებისაგან? ეს რეგულაცია ავალდებულებს სოციალურ მედიასა და მიმოწერის პლატფორმებს, რომ იპოვონ და წაშალონ ნებისმიერი მასალა, რომელიც უკავშირდება ბავშვის სექსუალურ შევიწროებას. უნდა შექმნან ასეთი მასალის აღმოჩენის სისტემა და შემდეგ ევროკავშირის ცენტრს მიაწოდონ ნებისმიერი მასალა, რაც კი ეხება ბავშვის მიმართ სექსუალურ შევიწროებას. ეს გულისხმობს მიმოწერის სკანირებას და კოდის მოხსნას, რაც აქამდე ყველაზე პირადულად ითვლებოდა. Encrypted messages that was until now the most private way to communicate online. რატომ არის ასეთი საკამათო მიმოწერის გაშიფვრის საკითხი ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WhatsApp და Signal? ონლაინ სივრცეში პერსონალური სივრცის დაცვის ადვოკატები ამბობენ, რომ თუ კი შევქმნით მისი ხელყოფის პრეცედენტს, საშუალება მიეცემა მთავრობას აღმოაჩინოს ბავშვის სექსუალური შევიწროების ფაქტი და გავიდეს ბოროტმოქმედებზე. მაგრამ ავტორიტარულ მთავრობას ამ შემთხვევაში საშუალება მიეცემა სრულად ნახოს ყველა პირადი მიმოწერა და დააწესოს მასობრივი თვალთვალი მოქალაქეებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე. როდესაც ეს რეგულაციები ამოქმედდება, რამდენად ადვილი იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ის. მარეგულირებელი შექმნის ევროკავშირის ცენტრს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას ამ საკითხს და მისი უპირველესი ფუნქცია სწორედ ამ რეგულაციის შესაფერისად აღსრულება იქნება. თუმცა ეს ცენტრი პასუხისმგებელი იქნება იმაზეც, რომ ნამდვილად მოხდეს საეჭვო ინფორმაციის წაშლა და თუ კი აღმოჩნდება, რომ პლატფორმამ არ წაშალა, რაც წასაშლელი იყო, ცენტრს ექნება გამოძიების ჩატარების უფლება და კომპანიის გლობალური შემოსავლების 6%-ით დაჯარიმების უფლებაც. მაგრამ ამ ევროკავშირის ცენტრმა უნდა შექმნას ონლაინ სივრცეში ბავშვის სექსუალური შევიწროების უკეთ აღმოჩენის ახალი საშუალებაც, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. 2025 წელს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ევროკავშირის 3 ინსტიტუტს შორის. ესენია ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროპული საბჭო. მოსაძებნია გამოსავალი. ევროპოლი და ეროვნული საგამოძიებო სტრუქტურები ელოდებიან ამ დანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტებს. დღესდღეობით პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესიდან დაშვებულია გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ პროვაიდერებს, რომ ბავშვის სექსუალური შევიწროების შემცველი მასალა საკუთარი ნებით იპოვონ, გაზაჩივრონ და წაშალონ. მაგრამ გამონაკლისის ვადა 2026 წლის აპრილში იწურება.
ასე რომ მანამდე ახალი წესებია მოსაძებნი. რამდენად აუცილებელია ონლაინ სივრცეში გაშიფრული მიმოწერის მონიტორინგი უკანონო მასალის აღმოსაჩენად. უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მიმოწერის 2/3, რომელიც ბავშვის სექსუალური შევიწროების შინაარსს შეიცავს, პირადი მიმოწერის საშუალებით ვრცელდება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც დანაშაული ხდება და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვები ასეთ გარემოში მივატოვოთ. მართალია, რომ ასეთ ცუდი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ გვთავაზობენ, რომ ეს სოციალური გამოწვევა ტექნოლოგიური გზით გადავჭრათ, რაც არ გამოვა. არ ხდება ასე, რომ ტექნოლოგიური ჯადოსნური ჯოხი აიქნიო და პრობლემაც მოგვარდეს. Solution which is not going to work. You cannot just think that you're going to wave a technological wand and you're going to bring a solution. რამდენად გაზრდის პირადი სივრცის მონიტორინგი მასობრივი თვალთვალისა და ჰაკერობის საფრთხეს? ექსპერტები და კოდირების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ უკანა კარის გაღება ცუდი აზრია, რადგან საბოლოო ჯამში მას ბოროტმოქმედების გამოიყენებენ. თუკი ამ ტექნოლოგიას გატეხ, საფრთხეში ჩააგდებ ადამიანთა შორის კომუნიკაციას. და არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ ბანკთან უსაფრთხო კავშირსაც. ასევე მონაცემთა შემნახავ ფაილებს, რომლებიც კოდით არის დაცული, რადგან კომპანიებს უსაფრთხოება სჭირდებათ. But also the ability to get in touch with the bank securely, also storing data, files that must be encrypted because companies need security. ჩვენ იმ ტექნოლოგიებს ვემხრობით, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს იცავენ. ჩვენ ასევე ვემხრობით იმ ევროკავშირის ცენტრის შექმნას, რომელიც წინასწარ შეაფასებს ნებისმიერ ტექნოლოგიას, სანამ ამოქმედდება. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს გზა, რომელიც ევროკავშირის მკაცრი კანონების ფონზე წაახალისებს ინოვაციას, რომ ვიპოვით ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც დაიცავს ყველა მომხმარებლის ფუნდამენტურ უფლებებს. კიდევ რა გზით შეიძლება ინტერნეტ სივრცეში ბავშვის სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლა? მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, რომლის ამოქმედებაც შესაძლებელია საზოგადოების მხრიდან. იქნება ეს განათლება თუ ცნობიერების ამაღლება და მასწავლებლების ჩართვა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ახალი ინიციატივა ზიანს არ მიაყენებს ინტერნეტს, რადგან ის საზოგადოებისთვის სასარგებლოა. ჩვენ ვისურვებდით ასევე, რომ გვქონოდა არჩევანი, რომ პროაქტიული კომპანიები, რომლებსაც სურთ უსაფრთხო გარემო შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს, შეძლებენ უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიაც და საკუთარი სურვილით აამოქმედონ დანაშაულის აღმოჩენის ტექნოლოგია. ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველ მასალაში მსხვერპლის ასაკი 98% შემთხვევაში 13 წელს ქვევითაა. ეს ნამდვილად შემზარავია, მაგრამ ევროკავშირმა უნდა იპოვოს ბალანსი საჭირო ქმედებასა და პირადი სივრცის ხელყოფას შორის. დრო კი მიდის და ევროკავშირმა უნდა იჩქაროს, თუ სურს ამ ბრძოლაში დაწინაურდეს.